4 დღის წინ გოგი გვახარიას დაუწერია ამგვარი რამ Facebook-ზე ნეტავ როდის დასრულდება ეს ყარაჩოღლური ოპტიმიზმიო. მართალია გოგი. ნეტავ როდის დასრულდება, არ ვიცი რამდენად ქვია აბას ყარაჩოღლური ოპტიმიზმი, მაგრამ ოპტიმიზმი როდის დასრულდება და როდის გავუსწორებთ თვალს რეალობას. ეს კითხვა სავსებით ლეგიტიმურია და ადეკვატური კითხვაა, რელევანტური კითხვა. ამ ოპტიმიზმის გამო და ოპტიმისტური ნოტების შემოტანის გამო ჩვენ ვქმნით თითქოს რაღაც სრუ თუ ყალბ ოპტიმისტურ მოლოდინებს. ვამხნევებთ ერთმანეთს, თუმცა რეალობა არის ძალიან მძიმე, რეალობა მართლაც ძალიან მძიმე. მაგრამ მეორე მხრივ თავისუფლებას მივცემ და კი არ შევეკამათები გოგის, არამედ ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. სხვა რა გზა გვაქვს? აი ასე მაგალითად იმ პირებს, რომლებიც მეც ხო მათ შორისაა ვარ, კვირაში ერთხელ გადაცემა მაქვს ფორმულაზე, ყოველდღიურად მაქვს ვიდეო ბლოგები, რაღაც სტატუსებს წერ, ხანდახან კომენტარებს იღებენ ჩემგან. სხვა რა გზა გვაქვს? ანუ რა უნდა ვთქვათ და რა უნდა ვქნათ? თვალი გავუსწოროთ რეალობას. თვალი რომ გავუსწოროთ რეალობას და ბევრი უსწორებს თვალს რეალობას, მათ შორის გოგის და მეც ვუსწორებს ხადია, უმძიმესი ვითარებაა, მაგრამ ჩვენ თუ საზოგადოებას არ ვუთხარით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ისედაც ჩაფუშული, ისედაც დაღლილი, ისედაც ფრუსტრირებული, ისედაც პესიმისტურ ხასიათზე დამდგარი და მომავალში არ დარწმუნებული საზოგადოება კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევქმნათ ყალბი მოლოდინები. მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოებას, რომელიც ჩვენგან ელის შემართებას კი უნდა ვუთხრათ, რომ იცით რა არის მეგობრებო, თუ ჩვენ ამას და ამას გავაკეთებთ, თუ ჩვენ ასე მაგალითად ვიქნებით ერთიანი, ხო, რაღაცა გაერთიანება მოხდება, ერთობა მოხდება, რაც მაინც და მაინც ერთპარტიულობას აცხადი არ გულისხმობს ერთ ოპოზიციურ პარტიულობას, ხო? თუ მოკლედ დაუპირისპირდებით ამ ხელისუფლებას და არ შევდრკებით, ამ შემთხვევაში იქნება და ყველაზე უფრო გაწონასწორებულად ვამბობ, იქნება და ყველაფერი კარგად დასრულდეს. ადრე თუ კი არ ყველაფერი კარგად დასრულდება, 1921 წლის 25 ან 26 თებერვალს ვინმეს რომ მეთქვა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად დასრულდებაო, ის იგულისხმებდა მთქმელი, რომ დასრულდება ერთ წელიწადში, ან რამდენიმე თვეში, ან თუნდაც რამდენიმე წელიწადში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოიდგენდა, რომ სრული 70 წლის შემდეგ დასრულდებოდა ყველაფერი კარგად. და ჩვენს ვერ წარმოგვიდგენია, რომ სრული 70 წლის შემდეგ შეიძლება დასრულდეს ყველაფერი კარგად, ანუ ცოცხლები როცა აღარ ვიქნებით, მაგრამ მეორეს მხრივ მოლოდინი იმისა და სურვილი იმისა და შემართება იმისა, რომ დასრულდება ყველაფერი კარგად უახლოეს მომავალში, კი უნდა გქონდეს. სხვაგვარად ვიტყვი, 21 წელს როცა ითქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, ამან განაპირობა მართალია დამარცხებული ვაღიაროთ, მაგრამ 1924 წლის აჯანყება ვაიდა მომხდარიყო ისე, რომ 24 წლის აჯანყება დასრულებულიყო წარმატებით, ეს დაფუძნებული იქნებოდა თუ კარგად ხსნი არ ვიცი, მათ შორის იმ მოწოდებაზე, რომელსაც აკეთებდნენ 21 წლის თებერვლის მიწურულს პატრიოტები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ იმას, რომ ოკუპაცია მოხდა ჩვენი ქვეყნისა პირველი რესპუბლიკისა. ხო, ყველაფერი კარგად იქნება. და მე არ ვეთანხმები, რომ ეს არის მაინც და მაინც ყარაჩოღლური ოპტიმიზმი. რატომ იქნება ყველაფერი კარგად? უკეთ, მოდი ასე ვიტყვი, საუკეთესო და არავითარ შემთხვევაში არ იქნება. ეს არის რთული პროცესი, ეს არ არის სპრინტი, ეს არის მაინც მარათონი. და რატომ იქნება ყველაფერი კარგად? მათ შორის იმიტომ, რომ საერთაშორისო ვითარება, პაზლიო ასე რომ ვამბობთ, ან კონიუნქტურა იქნება იმგვარი, რომელიც განაპირობებს არა მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილის პოზიციების შეცვლას, ასე მაგალითად არჩევნების დანიშვნას, ან რაღაცა დათმობებზე წამოსვლას, არამედ დავალდებულებას ბიძინა ივანიშვილისა, რომ ის წამოვიდეს
დათმობაზე და მან ჩანიშნოს არჩევნები და მერე გაეცალოს ამ ქვეყანას. ანუ მარტივად რომ ვილაპარაკოთ უკრაინის კონტექსტში, ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში, ბევრ კონტექსტშია განსახილველი უშუალოდ ჩვენი ქვეყანა და ჩემი მოსაზრებით და არა მხოლოდ ჩემი მოსაზრებით, არავინ ჩატოვებს საქართველოს ამ რუსეთში, თუმცა ეს თუ გნებავთ განსაცმენდელი დავარქვათ, რაც გნებავთ ის დავარქვათ. ეს ურთულესი გზა ჩვენ გასავლელი გვაქვს ისე, როგორც გაიარა საქართველომ 70 წლის განმავლობაში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ გოგიც მეთანხმება ამაში, რომ 70 წლიანი აღმართი არ გველის და არც 7 წლიანი აღმართი არ გველის, 7 თვიანი ან პირობითად რაღაც 2 წლიანი აღმართი მაინც ალბათ გველის და თუნდაც 2 წლის შემდეგ დასრულდეს ეს ყველაფერი საუკეთესოდ კი არა უკეთ ვიდრე დღევანდელი ვითარება, ეს იძლევა ჩვენი ოპტიმისტური ნოტების წარმოთქმის თუ რაღაც გაკეთების ოპტიმიზმური ნოტების შემოტანის უფლებას და ვალდებულებასაც. მე როგორც საჯარო პირი, რომელსაც კვირაში ერთხელ მაქვს რაღაც ჩემი საავტორო გადაცემა და ვზივარ და ვლაპარაკობ სწორს თუ არასწორს, სიგიჟეს თუ არა სიგიჟეს და ასე შემდეგ, მე ვალდებული ვარ რომ თქვა რომ ყველაფერი კარგად იქნება. უკრაინელი ჟურნალისტი სხვაგვარად ვიტყვი, რომელიც საერთოდაც კონვენციურ ომშია მისი ქვეყანა, ვალდებულია, აი პორტნიკოვი ასე მაგალითად ასაკვირველია გააკრიტიკოს, შეაფასოს, ერთი მოვლენა აღწეროს და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ ის ვალდებულია რომ თქვას, რომ უკრაინა не проиграет. ხო, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საერთოდ ბომბები სწვიოდა უკრაინაში, კიევში და არ ვიცი, ადამიანები კიდევ ერთხელ მოკლა რუსეთის მკვლელმა იმპერიამ და მისმა ლიდერმა მას ხო არ გაუსვრია ხო, მაგრამ მან გასცა ბრძანება, რომ დაებომბათ კიევი და მოეკლათ ადამიანები. რა უნდა ქნას ახლა უკრაინელმა ჟურნალისტმა თუ მიმომხილველმა თუ საჯარო პირმა თუ ტელევიზორში რო გამოდის იმ პირმა უნდა თქვას, რომ იცით რა ყველაფერი ცუდად არის და დაგვერხაო და ამას თუ მაინც და მაინც ყარაჩოღლურ ოპტიმიზმს დავარქმევთ უკრაინელ თანამდებობას, ამასაც ცხადია არ დავეთანხმები. რატომ დაიწყო შიმშილობა საბოლოო ჯამში, რატომ წავიდა ამ გიჟურ ნაბიჯზე? პირდაპირ ვილაპარაკებ, ხო? მე დაურეკავ და ეხლავე ვივწერთ უგდებავ თქვენ თვალწინ და მე დაურეკავ ელენე ხოშტარიამ. რატო? ხო ეს ხო თავგანწირულა, ხო ეს ხო იმგვარი ნაბიჯია, რომელიც მაღალი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, მაგრამ მეორე მხრივ მაგალითი გადამდებია არის რა, აგე გედი ფოფხაზე, რომლისაგანაც მე პირადად გულწრფელად ვიტყვი და უდასტურებ პატივისცემას ამ ქმედების გამოც, გედი ფოფხაძემ აიტაცა და შეუერთდა ელენე ხოშტარიას ინიციატივა და მეორე მოშიმშილია. აგე ხა ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მოდი გვარებს ვიტყვი, თქვენის ნებართვით თუ არ შემეშალოს, იმიტომ რომ არც ერთის გვარი არ მეცნო და ნანუკა ესე იზრება, ხო? ნანუკა ჟორჟოლიანი წერს რომ შიმშილობა დაიწყეს აკტივისტებმა ბოდიში, ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა, ძალიან მნიშვნელოვანია და ესა კიდევ ბაჩო კუცია გუშინ შიმშილობა დაიწყო ელენე ხოშტარიამ და მე ურთულესი გზა აირჩიეს, რომ მე გედი ფოფხაძე შეეუერთდაო და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ, გოგის კი არ მიმართავ მაინც და მაინც, არამედ მათ ვინც რეალობას უსწორებს თვალს, რომ უმძიმესი მდგომარეობა, უმძიმესია ერთი კანონი, მეორე კანონი, მესამე, მეოთხე, მეხუთე დაპატიმრებები, 5,000-დანიანი ჯარიმები, სასამართლო პროცესები, პოლიტიკის გაუქმება, პოლიტიკოსების დაჭერა, ერთმანეთზე მეტს ჩამოვთვლით. რასაკვირველია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ხომ წარმოუდგენელია, რომ ეს გაგრძელდეს usasrulot, ხო? საბჭოთა კავშირიც კი usasrulot ვერ აგრძელებდა რეპრესიებს, დაწყებული 30-იანი წლების, მოდი ასე ვიტყვი, 35 წელს, 39, გასაგებია რომ მეორე მსოფლიო ომის დაემთხვა და ეს რეპრესიების ისტალღა ამიტომაც დასრულდა, მაგრამ ხო მაინც დასრულდა 39-40 წელს ის პირველი უმძიმესი ტალღა, მე რასაკვირველია იყო სხვა ტალღებიც და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე სხვა იო სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხო, თავის შარტში რომ ამოიხრჩო ლამის დიქტატორი სტალინი, იმის შემდეგ საკავშირმა ცოტა მოუშვა ჭანჭიკები და ბრეჟნევის დროს საერთოდ მოშვებული იყო და ასე შემდეგ. ხო და რატო ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება? რა უნდა ქნას ადამიანმა, რა უნდა ექნა 56 წელს? რა უნდა ექნათ საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი ორგანიზაციის სეგოს წევრებს? რა უნდა ეთქვათ
დავსერჩოთ ხო, როდის შეიქმნა ეს ორგანიზაცია, ეს არაფორმალური ორგანიზაცია, ან ქეთოს წევრებს, ანუ ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაციის წევრებს, რა უნდა ეკნათ ჰელსინკის კავშირის წევრებს 70-იან წლებში, რა უნდა ეკნათ რესპუბლიკური პარტია შენარჩუნებულია და არსებობს რესპუბლიკური პარტიის წევრებს, ლიდერებს, რომლებმაც 70-იან წლებში დაარსეს ეს პარტია, ყველაფერი უმძიმესად არის, უმძიმესად იყო, ბევრად მძიმედ მეთქი ასე ვიტყვი, ვიდრე აქ ცოტა შეიძლება თქვათ გულწრფელი არა ვარ, აქ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამგვარი მძიმე ვითარება არ გქონია. მეცაც გეტყვით, აი 70-იანი წლებიდან დღემდე ესეთი მძიმე ვითარება ქვეყანაში, რესპუბლიკა ქვეყანაში არ ყოფილა. მე გავასწორე ჩემი ეს ბოლო გზავნილი. ელენე ხოშტარიას და გედი ფოფხაძის და სხვა მოშიმშილეების მაგალითი მე ვარაუდობ, რომ გადამდები იქნება და აი მოდი ერთ წამს წარმოვიდეთ, კიდევ არავის არ მოუწოდებ, ოღონდ მე თვითონ არ მაქვს იმის უნარი პირდაპირ ვილაპარაკო და დავждე უსტაველის გამზირზე მიუჯდე ელენე ხოშტარიას და 3 დღეს ზედიზედ ვიშიმშილო, მე არა მაქვს ამის გამბედაობა მეთქი და ამიტომ ვუდასტურებ დამატებით ელენეს პატივისცემას და სხვებსაც. ხო 500 კაცი შიმშილობს. აი 500 კაცი თუ შიმშილობს ბოლომდე, მოდი ასე ვიტყვი, გადაყლანამდე თუ გნებავთ ასე ვიტყვი, დათმობს თუ არა ბიზინა ივანიშვილი. მე გეტყვით, რომ ბიზინა ივანიშვილი არაფერს არ დათმობს, რასაკვირველია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩამოდის ბორტი ნომერი 4, პირობითად ვლაპარაკობ შეერთებული შტატებიდან და ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა ბელარუსში, პოლიტიკურ პატიმრებთან მიმართებაში, ოღონდ ამ კობახიძეს პირდაპირ მნიშვნელობით თუ წაიგითხავთ, მაინც და მაინც ყიდებენ ყურში ხელს. მიდიან კობახიძესთან ერთად აბასთუმრის უღრანებში ჩარჩენილ გაგიჟებულ ივანიშვილთან და ეუბნებიან, რომ აი ეს არის ესე და თუ ეს ესე არ არის და ახლა მე შემიძლია გავიხსენო ის, რაც მეც ვთქვი და რაც თქვა სხვამაც არა მხოლოდ მე ვთქვი და გავიხსენე ჩემს ერთ-ერთ ბოლო ვიდეო ბლოგში ამბავი ზოგიერთი დიქტატორის დასრულებისა, ამბები ზოგიერთი დიქტატორის დასრულებისა, არც თუ შორეულ წარსულში, მოდი მაინც ესე ვიტყვი 25-30 წლიან ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში, მათ შორის ევროპის ისტორიაში, ნუ სულ მინიმუმ 2 გავიხსენე, მე გავიხსენე ჩაუშესკუ და რასაკვირველია გავიხსენე მილოშევიჩი და სხვების გახსენებაც შეიძლება არა მხოლოდ ევროპული სივრციდან, ან ევროპული სივრციდან ყველაზე ნაკლებად, არამედ მსოფლიო ისტორიიდან ბოლო 30 წელიწადს გულისხმობ და არა რაღაც სხვა პერიოდს, როდესაც სუდად და მძიმედ დაასრულეს სხვადასხვა ქვეყნის დიქტატორებმა. დიახ, თუ 500 კაცი ჭყალებში რასაკვირველია და ასე უნდა ვთქვათ, კვდება ჭყალებში ხალხს უსვამ, ანუ სწირავს თავს, სხვა გვარად მიდის პროცესები, არავის არ მოუწოდებ, ოღონდ წყარიან სწორედ მე. თუ მარტო ელენე ხოშტარია და გედი ფოფხაძე და ეს 3 ახალგაზრდა დარჩებიან, ამ შემთხვევაში ეს იქნება განწირულის სულისკვეთება, რასაკვირველია. ამიტომ მე პრინციპულად არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ბოდიში აქვე ვიტყვი, რომ და ეს ვიდეო ბლოგის მეორე თემა ალბათ და მე ვფიქრობ საინტერესო. რა აი ერთი დისკუსია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, შევხედავთ თუ გნებავთ. ეხლავე ბოდიშს ვიხდი. ბოდიში, აი აქ არის ამ ახალგაზრდა კაცის ერთი სტატუსი. წავიკითხავ ამ სტატუსს, არ გეგონოთ რომ არ წავიკითხავ. გამომცადობას ვეღარ ვხედავ. ბოდიში შეიძლება ხო ამასობაში ბოდიშს ვიხდი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს საქართველოს ჰარვარდის კლუბის წევრები კაცრად გმოთ ჩვენი კლუბის წევრის მამუკა ხაზრაძის ოპოზიციის სხვა ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას და ამას აწეს და ჩვენ სოლიდარობას უცხადით მამუკა ხაზრაძის და სხვა ოპოზიციის ლიდერებს და ამას აწეს ბევრი ხელს, მათ შორის დათო სურგულაძე, ეკატერინე ეგუტია, გენო მალაზონია, გიორგი მუჩაიძე, ნათია ნაცვლიშვილი, ასე შემდეგ და სწრაფად შემხვდა ესე ერთი თვალის გადავლებით ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის სოფო ტყემალაძის გვარსახელი აქ, სოფო ჩემი ნათესავია, ახლო ნათესავია და მე მას ვუდასტურ როგორც კარგ მოქალაქეს ვუდასტურებ პატივისცემას, აქვე ვიტყვი და ბოდიში კიდევ ერთი სტატუსი
ერთი სტატუსი, რომელსაც მოყვა დისკუსია, ესე იგი გაერთიანებაზეა, ერთიანობაზეა, იჩხუბონ ერთმანეთში პრინციპულ საკითხებზე ვეჩხუბოთ ჩვენს ნებისმიერი საჭირო ფორმით, მაგრამ მე იმასთან არ დავდგები, უნდა დასრულოს ამას წერს ვახოს ანაია და სწორი ფორმა, სწორი მესიჯია, მაგრამ ამან გამოიწვია გარკვეული არც თუ დიდი სხვადასხვა დისკუსია ამასთან დაკავშირებით და მე გეტყვით, რას გულისხმობ ერთიანობაში. პერსონალურად ჩემთვის რა არის ერთიანობა? ეს არის ბილდ სიტყვას არ ვიხმარ ერთმანეთის არ დავიტყვი ერთგვარად შევალამაზებ ერთმანეთისთვის თავზე არ დაკუ და აღარ დავამთავრებ იმ სიტყვას, იმიტომ რომ მე შინია სხვა თუ არაფერი Facebook-ის კი არა YouTube-ის რეგულაციების არ დაჯ და აღარ დავამთავრებ იმ სიტყვას. დიახ, ყველას აქვს გაკეთებული თავისი ინდივიდუალური არჩევანი, დასაწუნი, მაგალითად მე არ მომწონს სწორედ მამუკას და ბადრის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში ისინი გადიან, მე გავაკრიტიკებ მათ ყოველთვის და არანაირი ტაბუ ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ახლაც კი როცა ისინი საპატიმროში არიან, ვადასტურებ ამას, გავაკრიტიკებ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში რა უფლება მქონდა აქამდე და არც მომავალში არ მექნება, არ დავაჯ და აღარ გავაგზელებ ამ სიტყვას, აღარ დავასრულებ. დიახ, აი ეს მინიმალური სტანდარტი მაინც უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ და ამით მაინც წარმოვაჩინოთ, რომ ვართ ერთიანი და არა ერთნაირნი, ხას უსვავ, ერთობა და არა ერთიანობა და არა ერთნაირობა ჩვენ საზოგადოებაში და იქ დისკუსია გამოიწვია იმან, რომ აი ხო სწორედ მამუკა ხაზრაძესა და ბადრი ჯაფარ არ უნდა ვთქვათო, ერთ-ერთი ეკითხება, ჩემი ნაცნობი სხვა შორის მეგობარი ისის ვახოს ამასთან დაკავშირებით წავიკითხავ ამ კომენტარსაც. ოდიში, ესე იგი, და ერთი რომ არჩევნებით გამოსაგლიჯად გარბის და მეორე თავს იკლავს, პირდაპირ მნიშვნელობით მაგ დროს რა უნდა ქნან დანარჩენებმა, არ უნდა იჩხუბონ და არ უნდა დააჯ, უკაცრავად არ ვამთავრებ ამ სიტყვას, თავზე არავის. ყველას აქვს თავისი ეგზისტენციური, ესე ვიტყვი, პერსონალური მცდარი არჩევანის გაკეთების უფლებაც. იმიტომ რომ აპრიორი რომ აი არჩევნებში გასვლით ჩვენ აპრიორი დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს ან პირიქით არჩევნებში არ გასვლით ჩვენ აპრიორი დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს ესე დაზუსტებით არავინ არ იცის და ნურავის ნუხგონია ნუ აქვს ისეთი წარმოდგენა რომ მეორეზე ჭკვიანია აქვე გავიხსენებ ერთ ამბავს იმასთან დაკავშირებით დავდგები თუ არა მე ორ ადამიანს დავასახელებ თქვენის ნებართვით გუბას სანიკიძესთან და გივით არგამაძესთან. გივით არგამაძე დაპატიმრებულია, გუბას სანიკიძე დაპატიმრებული არ არის. მე გუბას სანიკიძეზე ისეთი გაბრაზებული გახლდით და ინტერვიუში ერთხელ თუ ორჯერ ვკითხე კიდეც, რომ როცა მაგალითად გუბას სანიკიძე ლაპარაკობდა ბერა ივანიშვილზე და ბიზინა ივანიშვილის ოჯახზე და კონკრეტულად ბერა ივანიშვილზე და ცოტნეზეც თუ არ ვწდები, როდესაც მან და ხიათ ვიტყვი არაფერი პრობლემა არ არის ბერა ივანიშვილსა და ცოტნე ივანიშვილს ინცესტის შედეგად დაბადებულები უწოდა. წარმოუდგენელი ამბავია ეს, არც ერთ შემთხვევაში გუბას სანიკიძე არ იმსახურებს საზოგადოებრივ ინდულგენციას ამის გამო. მეორე ამბავი იყო, რაზეც მე ხიადად შეუტიე ახსოვს გუბას სანიკიძეს ეს, როდესაც მას ჩანაწერია ამგვარი, როდესაც მას აქვს ნათქვამი, რომ ყაზახეთში თუ არ ვწდები გამიშვიდა იქ $1 მილიონ თუ $1 ვიშობიო და მესამე ამბავია ისტორიკოსისაგან უპატიებელი, მაინც ესე ვიტყვი, 2021 წლამდე ის ამტკიცებდა ბჭყალებში, რასაკვირველია, რომ ყარსის ხელშეკრულება შედის ძალაში და აჭარას წაგვართვევს ჩვენ თურქეთიო, მე არა ისტორიკოსმა ვიცოდი და ვიცი, რომ ეს არ არის სწორი განცხადება და იმ ხანადაც ვაკრიტიკებდი უკვე ოპოზიციაში, ივანიშვილის ოპოზიციაში წასულ გუბას სანიკიძეს. მაგრამ ახლა როგორი ამბავია იცით და გივით არგამაძეც ვიტყვი, ბოდიშ ვიხდი და ბარემ ერთად გავაერთიანებ. გივით არგამაძე 2007 წელს ნათქვამი აქვს ამგვარი სიტყვა სულს ამოგხდით. ესეც გუბას სანიკიძის სიტყვების არ იყოს, ჩემთვის იყო უმძიმესი ამბავი, მე მესმის რომ ის უშუალოდ ჩვენ არ მოგმართავდა მე და პატიოსან ადამიანებს და მე საკუთარ თავს პატიოსან ადამიანად მივიჩნევ რასაკვირველია, რომელსაც ბევრი შეცდომა დაუშვია ეგრა მაგის პასუხი ხა ის სიგიჟი არ უთქვამს ყარსის ხელშეკრულების თაობაზე, რაც თქვა გუბასმა და მე ამიტომ ვაკრიტიკებდი მას ისტორიკოს მით უფრო, მაგრამ შეცდომა როგორ არ დამიშვია ხალხმა 75 წელიწადია დაახლოებით ამ პროცესში ვარ და არასწორი ანალიზის გამიკეთებია და არასწორი ნაბიჯის გადამირგავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე როგორ არა. მაგრამ და მე აკრიტიკებდი მე გივით არგამაძესაც.
მაგრამ ახლა როგორი დროება დადგა იცით ჩემი მოსაზრებით რომ ახლა თითოეული ჩვენგანის რესურსია გამოსაყენებელი მე რო გუბას რომელიც სწორ რაღაცეებს ამბობს ახლა ანუ ასე კომპლექსურად უნდა შევფასოთ ადამიანი ხო გუბაზი რომელიც ცდებოდა და ამბობს და მე მოიხადა ბოდიში ივანიშვილებთან დაკავშირებულ ინციდენტზე და ამბავზე და ყაზახეთთან დაკავშირებულ ამბავზეც მოიხადა ბოდიში და არ ვიცი ყარსზე თქვა თუ არა მოიხადა თუ არა ბოდიში სიმართლე გითხრათ არ ვიცი ყარს ხელშეკრულებაზე მაგრამ გუბაზი დღეს ლაპარაკობს უკიდურესად სწორ და ძალიან ფართო ხედვიან მესიჯებს გვიგზავნის და იმდენად სერიოზული პრობლემის წინაშე არის ჩვენი ქვეყანა რომ მე მჭირდება თუ სწორი სიტყვა მე მჭირდება მასთან არაჩხუბი მოდი ასე ვიტყვი მისთვის შეიძლება ვთქვათ ზედმეტი პატივისცემის დადასტურება არა მაგრამ არ უკაცრავად ამ სიტყვისა სიტყვაზე ისევ არ დაჯდა მრავალწერტილი ხო არ გატდა მრავალწერტილი არ უნდა გავაკეთო მე ეს იმიტომ რომ გუბას თავისი შეცდომებით ის არის ერთ-ერთი კი ბატონო თუ გნებავთ ვიტყვი მეორე რიგში პირველ რიგში მესამე რიგში მაგრამ მისი რესურსი თუ მისი ძალისხმევა გჭირდება რომ ეს რუსები და ესენი რუსები არიან გავაგდოთ უკვე შემდგომ ბიზნა ხო არ უნდა იყოს მაგრამ უშუალოდ გუბას ალბათ არ უნდა მივცეთ ალბათ კი ნამდვილად არ უნდა მივცეთ ბერკეტი მმართველობის მე შემხვდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი რამდენიმე ხმის წინ ქუჩაში და ვკითხე რომ აი მეთქი შენ ემზადები მეთქი ხელისუფლებაში ამას ირონიულად ვეკითხები და ტაბლო მეუნება მე ხელისუფლებაში აღარ დაუბრუნდებიო ამ ჯოჯოხეთს რასაც ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვიაო და არ იყო მეორე რიგში ნაციონალური მოძრაობისას მე ვეღარ გადავიტანო ну ჯოჯოხეთი იგულისხმება კრიტიკა ჯოჯოხეთი იგულისხმება რუტინა ჯოჯოხეთი იგულისხმება შეცდომები და ასე შემდეგ ლექციებს კითხულობს ეს კაცი და ლექციების კითხვას გავაგრძელებ და ასე შემდეგ ბევრი არ უნდა დაბრუნდეს რასაკვირველია ხელისუფლებაში ეხლა გივით არგამაძეზე ვიტყვი მე გამაჯავრა იმან რომ და ძალიან აღშფოთდი მაშინ როცა მან თქვა რომ სულ სამოხდითო ჩვენ ალბათ კი არა ნამდვილად არ გულისხმობდა ეს გუშინაც თქვი ვიდეო ბლოგში ჩვენ პატიოსთან მოქალაქეებს ასეა მაგრამ როცა გავიგე რომ გივით არგამაძეზე თვით პუტინმა გააკეთა განცხადება და მე ბელარუსმა გამოუწერა რაღაც 25 წლიანი საპატიმრო გივით არგამაძეს და მე აფეთქეს ეს გივით არგამაძე და ასე შემდეგ იმ სულ სამოხდის ხალხო თუ წესიეთ ქვეყანაზე მომავალზე ვფიქრობთ როგორ არ ვაპატიებ მე რა შეცდომ არ დამიშ კი მე არ მithქვამს არასოდეს რომ სულ სამოხდი ვინმესო რაღაც მიშა სააკაშვილს თუ ბიძინა ივანიშვილს მაგრამ მე როგორ რა უფლება მაქვს ახლა ერთ ფერხულში ვართ და ეს კაცი პატიოსთან წავიდა მივიდა პოლიციის განყოფილებაში დაადეს ხერბოკილი და ისიც არის ბიძინა ივანიშვილის ტოლობის ნიშანი რუსეთის პატიმარი ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ასე შემდეგ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკ ხაზრაძე არ გაუბრაზებულ ვარ ამ ერთი თვის წინ დაახლოებით არჩევნებთან მიმართებაში თუ არ ვჩნდები რაღაც კრიტიკული პოსტი თუ კრიტიკული ვიდეო ჩავწერებ მაგრამ ბადრი და მამუკა ხო ვერ წაართმევ ამას ისინი არიან ქართული ფინანსური გრადობის საფუძვლების შემქმნელები ხო TBC ბანკს გულისხმობ ფინანსურ ინსტიტუციას და ახლა მით უმეტეს სოციალ-პოლიტიკურები არიან ეხლა მე რო გავაქანო და არჩევნებში წავიდეს არჩევნებში მე არ მივალ არჩევნებში მაგრამ და არავითარ შემთხვევაში ბოდიში მათთან მიმართებაშიც არავითარ შემთხვევაში არ დავაჯ და მრავალწერტილი, იმიტომ რომ ყველას თავისი ეგზისტენციური არჩევანი აქვს და ყველა არჩევანი პატივსაცემია, ასე ვიტყვი, დღეს კონტექსტი მექნება საღამოს და ამაზეც საუბრობ და იქ რაღაც ვეყრდნობი ესეთ დიდ ფილოსოფოს ჟან-პოლ სარტრს და არა მხოლოდ სარტს და არა მხოლოდ კონკრეტულად ეგზისტენციალისტ სარტრს, არამედ ბევრის მოშველიებაც, ბევრზე დაყრდობაც შეიძლება. ისევ გოგი გვახარიას მიუბრუნდები, ხო, ეს ყარაჩოღლური ოპტიმიზმი გვაქვს, მაგრამ სხვა გზა გოგი, ჩემო კარგებო, საერთოდ მარტო გოგის არ ვიმართავ და მასაც უდასტურებ პატივისცემას, აგე გავაკრიტიკე, მაგრამ ხო, მე რა ხო გოგი ამ როგორც კულტურული კაცი ამ კრიტიკას მიიღებს არასწორად კი არა სწორედაც რომ სწორად და არავითარ შემთხვევაში ერთმანეთს არ წავშლით იმის გამო რომ მე განსხვავებული აზრი მაქვს გოგის განსხვავებული აზრი თქონდეს მე არ არის აუცილებელი რომ ყველაფერში ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ მაგრამ აუცილებელია რომ ჩვენ ერთმანეთს უდასტურებდეთ პატივისცემას იმიტომ რომ ჩვენ ვებრძვით მონსტრს ბიძინა ივანიშვილის სახით და ბიძინა ივანიშვილი კი თავის მხრივ არის რუსეთის აქაური რეგენტი თუ გნებავთ ასე ვიტყვი, აგარული რენეგატი, რომელმაც განიზრახა ამ ქვეყანაში პოლიტიკის გაუქმება, მედიის გაუქმება, ყველაფრის გაუქმება, მოჯდომა, ვინც იქნება ბერა ივანიშვილი თუ ცოტნე ივანიშვილი დაგვისვას სათავეში 2030 წლისათვის, შეიძლება არც დაგვისვას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვინც დაგვიტოვებს ბიძინა ივანიშვილი, ისიც იქნება
ვისაც არ დაგვიტოვებს, ისიც იქნება რუსეთის კაცი და რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი და კიდევ ესეც ალბათ სათქმელია, ჩვენ არ გვჭირდება არათუ 70 წლიანი, არამედ 7 წლიანი ბრძოლაც კი, ხა როგორ უნდა განსაზღვრო ხა ესე ვადები, მაგრამ ჩემი მოსაზრებით 2026 წლის მაისს და სულ კიდურესად ოქტომბერს არ გასცდება არჩევნების ჩანიშვნა და ამათი ჩამოქცევა. ოღონდ ჩვენ ამასობაში უნდა ვიყოთ ბრგედ, ჩვენ ერთმანეთს არ უნდა დავაჯ მრავალ წერტილი, ჩვენ ერთმანეთს არ უნდა არა გავუტუგნებავთ, მაგრამ აი შეურაცხყოფამდე არ მივიდეთ და ეს იყოს ჩვენი ერთიანობის მინიმალური სტანდარტი, მიუხედავად იმისა, რომ ვის არ დაგვიშვია შეცდომა, ყველას დაგვიშვია შეცდომა და ემოციურ ნიადაგზე ისეთი სიტყვების დაწერა მინდა ხოლმე ნებისმიერ სეგმენტზე, ხელისუფლებად წოდებულ ბანდაზე ხო გასაგებია, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებზეც რომ აი ვიფსები ხოლმე და მე მაინც რაღაცა ვცდილობ რომ გავასწორო ჩემი მესიჯი და ვიყო, რა ვიცი, არა აყარაჩოღლურად ოპტიმისტური, არამედ სწორედაც რომ შემართული და თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე და მომავალ გამარჯვებებზე ორიენტირებული ბოდისვიხტი ვრცელი ბლოგი გამომივიდა, ნახვამდის.